ყოველწლიურად 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა იმართება. შეიარაღებული ძალების დემონსტრირება ცხადია სიმბოლურად და მორალურად დადებით შინაარს ატარებს. განსაკუთრებით უხარიათ ხოლმე ბავშვებს. ჩემი შვილიც ხშირად დამყავს ამ გამოფენაზე. თუმცა თუ ჯარის ეფექტიანობასა და თანამედროვე სამხედრო გამოწვევებს შევხედავთ, სამწუხაროდ სურათი გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტურია. საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მოძველებულია და თანამედროვე საომარ პირობებში მისი ეფექტიანი გამოყენება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება ითქვას რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია სამხედრო საქმეში. ომის ის ძირითადი კანონზომიერებები და მატერიალურ-ტექნიკური მიდგომები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაგროვდა და 10 წლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და მომზადების პროცესში, დღეს საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს. ამ რევოლუციური ცვლილებების მთავარი მიზეზი კი მისი უდიდებულესობა დრონია. დრონებმა პრაქტიკულად ყველაფერი შეცვალეს. შეტევისა და თავდაცვის სტრატეგიები, დაზვერვის წარმოების მეთოდები, გადაადგილების წესები და რაც მთავარია, ბრძოლის ველიდან ფაქტობრივად განდევნეს შეიარაღების მთელი რიგი სახეობები. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე თითქმის გაქრა ყველა კალიბრის ნაღდყორცნების, ბუქსირებადი არტილერიისა და იმ საარტილერიო სისტემების როლი, რომელთა მოქმედების რადიუსი 25-30 კილომეტრზე ნაკლებია. ასევე პრაქტიკულად დასრულდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვერმახტის მიერ დამკვიდრებული ჯავშან ტექნიკით მასირებული შეტევების ეპოქა. ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც ტრადიციულად ქვეითთა შეტევის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, დღეს დრონების დომინირების პირობებში ხშირად მხოლოდ ცოცხალი ძალის შედარებით უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად იქცა. შეიცვალა ფორტიფიკაციისა და ქვეითთა მოქმედების სტრატეგიაც. თანამედროვე ბრძოლის ველზე ქვეითი აღარ ელოდება სანგარში მჯდომარე მოწინააღმდეგის ჯავშან ტექნიკის ან ცოცხალი ძალის პირდაპირ შეტევას. მისი მთავარი საფრთხე მის თავზე მოქმედი ათობით, თუ არა ასობით, სხვადასხვა ტიპის დრონია, რის გამოც იძულებულია მიწისქვეშა თავშესაფრებსა და კარგად შენიღბულ პოზიციებს მიაშუროს. ამ ცვლილებების გათვალისწინებით ქართული შეიარაღებული ძალების არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ არსენალს, განსაკუთრებით არტილერიასა და ჯავშან ტექნიკას, უჭირს პასუხის გაცემა თანამედროვე ომის ახალ რეალობაზე. ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა მოწინააღმდეგემ დრონების გამოყენებით შედარებით მოკლე დროში გაანადგუროს. თუმცა მდგომარეობა იმდენად უიმედო არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. პირიქით, დრონების რევოლუცია საქართველოს მსგავსი რესურსებით შეზღუდული სახელმწიფოებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი თავდაცვის უნარიანობა. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. უკრაინა, რომელიც რესურსებითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთს, სწორედ დრონების მეშვეობით ახერხებს ამ უთანასწორობის ნაწილობრივ დაბალანსებას. ირანმა, რომელიც სამხედრო პოტენციალით ბევრად ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, დრონების მასობრივი გამოყენებით მნიშვნელოვანი შემაკავებელი შესაძლებლობები შექმნა. ანალოგიურად ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც საერთოდ სამხედრო ორგანიზაციაა და არა ქვეყანა, დრონების მეშვეობით სერიოზული ზიანის მიყენებას ახერხებს ტექნოლოგიურად გაცილებით განვითარებული ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის. ამის მიზეზი მარტივია. დრონი შედარებით იაფი, ხოლო მისი წარმოება და მოდიფიცირება გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე ტრადიციული სამხედრო ტექნიკის შექმნა. საქართველოს შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო ნების, სწორი სტრატეგიისა და გრძელვადიანი დაგეგმვის შემთხვევაში შეუძლია შედარებით მცირე რესურსებით არა მხოლოდ დრონების ფართომასშტაბიანი ინტეგრირება საკუთარ თავდაცვის სისტემაში, არამედ მათი სერიული წარმოებისა და მნიშვნელოვანი მარაგების შექმნაც. დრონების რევოლუცია ისტორიული შანსია საქართველოსთვის. მინიმალური რესურსებით მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. ხოლო საქართველოს რთული რელიეფისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით დრონებზე დაფუძნებული თავდაცვითი სტრატეგია პოტენციური მოწინააღმდეგისთვის კიდევ უფრო სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს. ერთადერთი რამდენად ესმის ეს ყველაფერი იმ ხალხს,
ვინც ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს, ეს უკვე სულ სხვა საკითხია.